ამ ხელა დისკუსია მიდიოდა ჯუშენის დაავადებაზე და მესმედა თქვა მე არ ვეთანხმები ბატონ ზაზას იმაში რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. უბრალოდ პოლიტიზირებული რატომღაც მიჩნეულია რომ მანდ პარტიული უნდა იყოს, მაგრამ სადაც მინისტრია ჩართული, იქ ყოველთვის პოლიტიკა იქნება. აი არის ერთი მწარე სიმართლე რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა იზრუნოს. აი ეს მწარე სიმართლე ბევრს არ მოსწონს. ეხლა თუ ადამიანი ძალიან ღარიბია, იმას როგორც ღარიბს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ პასუხისგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ადამიანს თავის თავზე უნდა იყოს. როგორც თავის შვილებზე მშობლებმა უნდა იყოს. და რამდენიც არ უნდა თქვან რაღაც დარგის ექსპერტება სინამდვილეში. აი ეს მარტივი ჭეშმარიტება თუ გააზრებული იქნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კი არ უნდა წყვეტდეს რა მკურნალობა დაინიშნოს. არამედ ეს პასუხისმგებლობა ექიმის და პაციენტის, ამ შემთხვევაში მშობლების. ოღონდ რა შეიძლება პრობლემა? ექიმებმა რომ ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე გააკეთონ ეს, დაიჯებიან და რამე რომ მოხდეს ხო მით უმეტეს. ამიტომ მათ უნდა ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან და ჯანდაცვის სამინისტროს ვერ აიღებს იმ პასუხისმგებლობას სინამდვილეში, თუ ძალიან დიდი გარანტია არ ექნება, რომ უსაფრთხოა, რაც ექიმის და მშობლის პასუხისმგებლობაა. სწორ მოწყობაში სინამდვილეში ეს უნდა აი ექიმმა უნდა ინფორმირებული არჩევანი შესთავაზოს მშობელს, მშობელმა კიდე თავის თავზე უნდა აიღოს ის რისკები, პასუხისმგებლობის რისკები, რაც მას მოყვება. პასუხისმგებლობის საკითხი რომ მოხსნილი იყოს ამ თემაში. დაფინანსების პრობლემაც მოხსნილი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში. ვინაიდან პასუხისმგებლობა არასდროს არის გადანაწილებული და ჩვენ პოლიტიზირებას კი ვეძახით რაღაც აი მიტინგებს და რაღაც პარტიულ პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში აი პრინციპის დონეზე პოლიტიკა ხო იმას ნიშნავს, როგორ ცხოვრობთ ქვეყანაში. საშუალო სტატისტიკურ ამორჩევლს რო ვკითხოთ, რას ფიქრობს საშუალო სტატისტიკურ პოლიტიკოსზე. შეიძლება ვიღაცა მოსწონდეს და ვიღაცა არ მოსწონდეს, საშუალოდ რო ვკითხოთ, აი პოლიტიკოსებზე რას ფიქრობა. ხო, კაც არაფერს არ იტყვის. მაგრამ საქმეს რომ მიდგება, მე ითხოვს პოლიტიკოსისგან რომ ის იყოს იზრუნავდეს მის ჯანმრთელობაზე, იზრუნავდეს მის განათლებაზე, იზრუნავდეს მის პენსიაზე, დასაქმებაზე. ხვდებით? აი ეს გაორება ჩვენი ამორჩელის თავში იწევს ამ პრობლემას, რომ მე სამინისტროზე დაკისრებული ის ვალდებული, რომელიც არ უნდა იყოს და არაფერ შვაში არის სამინისტრო ამ თემაში. დაფინანსება შეიძლება აიღოს კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ ექიმის და მშობლების საკითხია ეს. სანამ ამას არ გავიაზრებთ, მანამდე სულ პრობლემა იქნება, იმიტომ რომ პოლიტიზაცია მაინც მოხდება, უბრალოდ თამაში იქნება სულ ემოციებზე, რაც უფრო მეც ვთამაშობ ემოციებზე, მით უფრო უარეს შედეგს მივიღებ და ევროპა და ამერიკა, მაგალითად ბატონ მიხეილს მოაქვს, მაგალითად ევროპაში ბევრია სახელმწიფო კლინიკა, მაგრამ იგაც ბევრი პრობლემაა. და მოდით ვაჩვენოთ რა პრობლემებია იქნება, არ უნდა ჩვენ მოსახლეობას ის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ევროპაშია.